ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამდე ერთი დღე რჩება. მომავალ კვირას სტრასბურგში სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები შეიკრიბებიან. მათ შორის იქნება ქართული დელეგაციაც, რომლის უფლებამოსილების ცნობის საკითხსაც ასამბლეის წევრები განიხილავენ. შესაბამისი წერილით ევროსაბჭოს ქართულმა ოპოზიციამ თვის დასაწყისში მიმართა. მმართველი გუნდი უფლებამოსილების შეჩერების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას არ გამორიცხავს და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში სწორედ ოპოზიციას ადანაშაულებს. ქართული დელეგაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ინიციატივას არ გაიზიარებს. სულ სხვა მოლოდინი აქვთ ოპოზიციონერ ლიდერებს. თუ რამე საქართველოს საფრთხეს უქმნის არის თვითონ ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან, არის რუსული ინტერესების გამტარებელი საქართველოში და თუ მის უფლებამოსილება შეიძლება საფრთხე დამემუქროს, მხოლოდ ამიტომ. რამდენი პოლიტმართველი რა გონიათ, აქ ჯგუფები რო ჩამოდის და სწავლობენ საქართველოში ადამიანის უფლებების კატასტროფულ ვითარებას რო ხედავენ, ეს ანგარიშები არ ჩადის ევროსაბჭოში და ამაზე არ იქნება მსჯელობა. ამიტომ თავი არსად არ გამოეყოფათ. ერთ ვიღაც ვინმე პოლიტიკოსაც კი ვეღარ ურეკავენ და ვერ ესაუბრებიან. კლანი საქართველოში deep state-ის და ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილი. აი ეგ არის რეალურად რა, რომელიც ღრმა ჯურღმულებიდან მართავს ქვეყანას და გონია რომ სოფლიოც ასეა მოწყობილი. ასე არ არის. რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანი არის ქართული სახელმწიფოს ოპოზიცია და არა ქართული ოცნების ოპოზიცია და მათ შორის პაციესთან დაკავშირებული მათი განცხადება და წერილი არის ანტიქართული გადაწყვეტილება, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რადგან ისინი ცდილობენ რომ შეუჩერდეს საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრები ჩვენ 26 წელია ვართ, დარწმუნებული ვარ, რომ თეო წულუკიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაარწმუნოს ჩვენი პარტნიორები, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მომგებიანი და ასევე ვფიქრობთ, რომ თავად საპარლამენტო დელეგაციის წევრებსაც იქნებათ გამგედაობა, რომ დაეხტუნოს სიმართლეს და არა იმ სიცრუეს და დეзинფორმაციას, რომელიც მათ ოპოზიცია მიაწოდა, რომელსაც ავალებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არ არიან ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარებით.